ეხლა ვნახავთ როგორ გამოიყურება უკვე დასრულებული სამუშაო კუთხეების გამოყვანის და ჩვენ კონკრეტულად გვაინტერესებს ეს კუთხე, რომელზეც კაი ბევრი შრომა დავზოგეთ აპალოვკის გაკვრით. ანუ უფრო მეტი შრომა ჩავდეთ აი ამ მაიაკებში და აპალოვკაში, რათა დაგვეზოგა თვითონ მუშაობის დროს და აგრეთვე ხარისხი აგვემაღლებინა. ეხლა აქ დარჩა კიდე ერთი პირი, გადასატარებელი სუფთა პირი მასტერკლასის დასრულების პირი და ეს კედელი მზად იქნება. გამომდინარე აქედან, რომ ჩვენ აქ პირდაპირ გადავდივართ კერამიკაზე, რომელიც იყო ბრტყლად აქ ერთმანეთზე მიდებული, ის კუთხე გამოწეული იყო, ეს კუთხე ჩავარდნილი იყო, ეს კუთხე უნდა გამოგვეწია და დაგვეყენებინა აქ სამალიარო კუთხოვანა. იმისთვის, რომ ზედაპირი ყოფილიყო სწორი. ან დაგვებალანსებინა. შესაბამისად ეს ბიჯი გაკეთდა აქ. და იქ შეერთება, ანუ პატარა დეტალებია, რომელიც შეიძლება ვერ შეამჩნიო, მაგრამ მერე ჩანს. რახან შევედით უფრო შიგნით, მაგას მიხსნიდა ხელოსანი, აი ეს კონტაქტი, კუთხის კონტაქტი ზედა უკვე არ არის სუფთა. მაგრამ მაგას მე დავთმობ აი ამ კუთხის ამოყვანისთვის, მაგას ყოველთვის დავთმობ მაგ დეტალს. შემდეგ ჩვენ უკვე ზემოთ გავასწორებთ, ანუ ჯერ არ არის ჩასმული, ერთი კიდე არის ჩასასმელი აქ კუთხე. აქ კუთხეა ჩასასმელი ზემოთ და მაგითი ეს და ზედაპირია, რა თქმა უნდა, დასამთავრებელი. აი გამოსავსებია ნატეხებით ჩასადები და შემდეგ უკვე დასამთავრებელი და ამით მრჩება. ეხლა აქეთა კუთხეც საინტერესოა, აქ რა თქმა უნდა დავიცავი სამალიაროთ, იმიტომ რომ ამის მოშორება არის საშინელება და დამლაგებლის შრომა უნდა დავზოგოთ. დამლაგებლის შრომა კი არა, ეს უფრო არის დამკვეთისთვის კეთდება ეს, რომ ანუ ჯერ ესეთი დალაგებაში არ დახარჯოს ძალიან, ისედაც დასალაგებელია, ისედაც დასახარჯია, მაგრამ ძალიან ბევრი თანხა რო არ დახარჯოს და თუ თვითონ ალაგებს ჩემსავით არ დააკვდეს ამას რა. იმიტომ რომ იმის მოშორება, შპაკლის მოშორება აი ამ ნახევრად გლუვი ზედაპირიდან ფაქტიურად შეუძლებელია ცემენტინის და რაღაც საშინელებების გარეშე და ესეც გასაწმენდია. ამაზე რაც მე ძალას ხმევა დავხარჯე, არასოდეს არ დამავიწყდება ამის გაწმენდის სიმწარე. იმიტომ რომ იმის გარეშე ვწმინდავდი, ცემენტინის გარეშე ვწმინდავდი. რაღაც მომენტში ბალგარკაც დავასვის, ჩაშკა, რომელიც იმაშვება აცლის ყველაფერს რა ქვია მაგას. მეტალის შოტკასავით რო არის. და მაგით გადაუვარე. სულ ნაპერწკლებს ყრიდა და მე უკვე რო აფწქნა, აი აქ როგორც კი დააზიანა ეს, მივხვდი რომ მაგარ სისულელეს ვაკეთებდი რა. მაგრამ ეს ფრუსტრაცია მოიტანა იმის მერეც
ეგეთივე პატარა რკინის ჯაგრისებს წმინდავდი. ყველა აი აქ რელიეფურია ეს ფილა და შესაბამისად თან რელიეფებში ჯდება. იგივე ფუგა, ანუ ფუგა იყო გადასული, თავის დროზე კარგად ვერ გავწმინდე და მერე უკვე იყო ეს რაღაცა ეს სიმწარე. შესაბამისად აქაც პირველი პირი რო წაუსვა, მერე სველზე ჩავწმინდე ყველაფერი გუბკით გავწმინდე ყველაფერი არ დავიზარე და გავამშრალე და მერე გავაკარიეს, რომ სუფთა პირი არ გადასულიყო. ეხლა აქ დარჩენილია კიდე. აქ არ არის გადატარებული ბოლო პირი. ამ ბოლო პირს გადაატარებს და უკვე შემდეგ მოუხსნიმ სამალიაროთი. აბა ისთვის არის სამალიარო გამოგონილი. სახელწოდებაც კარნახობს და აქაც ჩავსვი, რა თქმა უნდა, მივაჯინე სამალიარო ლენტა. ღმერთმა დამიფაროს მეთქი, ეხლა კიდე ამის წმენდა ს ბოლოში. და უკვე ესე გამოიყურება ეხლა ჭერის თემაა კიდე დარჩენილი. და აი კუთხეში გვაქვს ცოტა სირთულე, არ იჭერსო მეუბნება, მაგრამ უნდა დავაჭერინოთ ახლა მან шпакле. Так, о чем мы столько сейчас говорили? Да ни о чем. О чем? Тут не о чем говорить. Кроме того, что вот этот угол, малярный угол, который мы так кропотливо, о котором мы заботились и выводили его, вот он уже встал. Кабель под углом подрезан, он там, сам малярный угол, как он называет, мастер назвал это окошко, вырезание окна. Какого окна? Это маленькая форточка. Вот он вырезал, затем этот угол мы вставили на АБС первый слой. И тут сейчас осталось закончить завершающим слоем, мастер-классом. И эта поверхность будет готова. Зачем мы вывели этот угол? Для того, чтобы отравнять поверхность. Можно было и под уклоном сделать, но это было бы полной глупостью. Это самый оптимальный вариант сейчас вот этой поверхности, этой арки. Стены этой арки. И единственный минус этого, что вот там контакт, угол не сошелся. Так как, например, вот тут, да, 90. Исправляй, но фокус. Так же, как и тут, 90 градусов. Но я, конечно, заплачу эту цену, так сказать, за эту поверхность. Там неровность, наверху как-нибудь переживу это. Главное, что вот это сделано. Мне очень нравится этот сейчас выступ. Он как раз вид арки дал завершенный. Этой триумфальной арки. Вот она такая завершенная. А так наверху мы так и оставим. Это крик моды. Это будет индустриалка маленькая. Так, о чем я еще тут говорил? Да, о том, чтобы страховать свои контакты, края малярной лентой обязательно. Не поленитесь.
Тут целая история. Это малярная лента. Обязательно. На то она и малярная, чтобы ее использовать в малярном деле. И я не поленился после того, как он сделал первым слоем, покрыл этот угол, восстановил первым слоем вот этим АБСом, он прошелся финишным АБСом, да, конечно, и перешел на плитку, загадил мне плитку. И я тут же не поленился, я это все счистил маленькой губкой, протер полностью, пока это все было еще мягким и жирным. И затем поверхность, значит, я подсушил тряпочкой, прошелся и наклеил эту ленту сразу же, потому что тут еще сейчас финиш остался. Второй, значит, завершающий слой остался. И там наверху надо еще восстановить. Там сейчас не стоит пока угол. Поставим угол и затем мы завершим. А что касается затем уже чистки всей этой поверхности после ремонтной уборки, это еще тема болезненная очень для многих, и я сам на своей шкуре это все испытал и никогда не забуду горесть и горечь той работы, которую провел по очищению вот этой стены. Это было просто после того, как мы ее зашпаклевали фугой. Тот, кто работал над этим, он-то потом почистил края, но это было так, поверхностной чисткой какой-то. И затем я уже перешел на какие-то другие дела, оставил это совершенно, и вот в этот рельеф все въелось, вся фуга. И затем я начал ее чистить, это было просто ужас. В конце до того я дошел, что на болгарку нацепил щетку металлическую и ей начал скрести. А эта болгарка была, она не имела скоростного уменьшения, на одной скорости, на максимальной работала и сыпала искры. И как только я понял, я только тогда понял, что делаю большую глупость, когда вот отколол поверхность этого узора. Первое, как только я сбил вот с края, я понял, что это делать не надо, то, что я делаю. Это уже работать на нервах, значит. А выход был, так сказать, легким. И в чем он состоит? Это из того, чтобы просто использовать цементин на эту поверхность. Это жидкость, которая, конечно, это химическая, серьезная химия. Но что поделаешь? So, what I would like to explain you and maybe to show you now the work that we have done on the surface that I am really proud of right now, and I like it, like they say, I like it. I like this metal corner that we installed and all the hustle with these wooden boundaries. And all the time that we spent on building these wooden boundaries and installing them, it was a while, because the finishing product, first of all, it saves you time while working on plastering. And second of all, your finishing product looks much
quality-wise advanced as the quality. So you can see it, and now we need, it's not done yet. It has one more layer has to be, the finishing layer of plaster has to be applied. But the main point was to step out of the wall, the ceramics wall that we have here adjoined. We stepped out, made this corner to align this corner with the other corner, to have the aligned surface, to have the smooth surface, so it looks good. It looks good from outside. The whole structure is kind of aligned and in line, I would say, and it looks it has to be finished. We're not gonna leave this, but maybe we will. It looks like it's kind of industrial look, huh? No, we need to finish also this side, but its corner, and to apply one more layer, the finishing layer, and please use this the length for the work, so your adjoint surface will stay clean. It's crucial. You don't want to clean it then from the dry in the dry conditions. When it dries out, you don't want to clean that dirt. I had the experience here when we were plastering the spaces between the tiles. He went overboard on the left and right side. There is no other way to plaster it. So, and then he cleaned it, but it was just the outer surface clean, just one time, and it's not enough. And then I also let it stay there, let it dry, and that was my mistake. When I came back to this wall, turned back to this wall, it was all dry, and I started to clean it, and it was awful. It was too much work, it was too much hassle, energy, and it took a lot of me to bring it to this condition, and it still needs to be cleaned. It was, these inserts were everywhere, so you had to clean every spot by spot, and it's frustrating. And it was a better solution. The better solution was just to take the special liquid, chemical liquid that you pour on, and then just take it, clean it. That's what I'm gonna do. Allora, abbiamo fatto quello che dovuto fare noi. Questo angolo mi piace tanto, questo lavoro mi piace, come era fatto. Sì, questo lavoro come ero fatto, mi piace come ero fatto. Mi sembra buono. Abbiamo inserito questo angolo per avere il sofficio, per avere un buon sofficio,
e ancora ci manca qui un ufficio a finire questo lavoro. E questo lavoro era fatto con l'aiuto di questi confini del legno. Il mio consiglio ci sarà che non avete paura ad spendere più tempo quando farete questo lavoro, perché quel tempo che ha spento a questo lavoro vi fa un grande favore nel prossimo, nel futuro. Potete avere economia della sua energia, del tempo, del denaro e anche la qualità di lavoro alla fine sarà più piacevole, come questa, per esempio. Questo è il lavoro finito. That's how it looks. Come si dice? That's how it looks. Questo come sembra. Anche abbiamo finito questa parete, quello e anche quello. E finisciamo, mi sembra che finisciamo questa stanza, voglio dire, le pareti della questa stanza oggi. E dopo la finita lavoriamo su